ეს არის BMW 330 და სანამ ამ ვიდეოს დავიწყებდეთ, მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაწეროთ კომენტარი, ამ ვიდეოშიც სოკარის პრემიუმი უნდა გავაჩუქოთ. ახლა კი ჩვენი 330. ესე იგი, ეს არის BMW 330 და გადავწყვიტე ეს ვიდეო გადამეღო, რადგანაც ეს მანქანა არის BMW-ს ნომერ პირველი გაყიდვადი მანქანა, მესამე, მეოთხე სერია. მეოთხე სერიაც ტექნიკურად იგივეა, რაც მესამე. 2023 წლის G20 რესტაილინგია და დარწმუნებული ვარ, სულ ცოტა ხანში თბილისის ქუჩები გადაივსება აი ამ მანქანით. ეს თაობა BMW 300 მესამე სერია გამოდის უკვე 2019 წლიდან, თუმცა 2023-იანი არის რესტაილინგი და რაღაცეებში გვაქვს სხვაობა 2019 წლის მოდელთან შედარებით. ძალიან საინტერესო მანქანა. ეს არის 330, 340 უკვე ამის შემდგომ არის, 9 მილიონზე მეტია გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით. სხვადასხვა მე მგონი BMW ერთადერთი მანქანა, რომელიც აი ორჯერ უნდა ამოწიოთ აქედან და всё. იქიდან ხელების ფათური უკვე აღარ უნდა პირდაპირ ესე გავხსნით მანქანას. ეს არის 2.0 ბენზინი, 4 ცილინდრიანია და ტურბოა. ეს არის B სერიის ძრავები, ანუ ახალი ძრავია და სხვათა შორის ძალიან გამომდგარი ძრავია. წინა თაობასთან შედარებით ბევრად უფრო კარგია, ძალაც მეტი აქვს, 255 ცხენის ძალა და 400 ნიუტონ-მეტრია. საკმაოდ კარგია, 255 ცხენის ძალა. წვითაც არ წავს ბევრს, 10 ლიტრი უნდა ქალაქში, ტრასას დაახლოებით 7, მონაცემებით ასეა და რაც მთავარია, გამომდგარია და ბევრად უფრო უკეთესია ვიდრე წინა თაობის N სერიის ძრავები. ეს არის B46, B48. ეს ძრავები გამოიყენება მეორე სერიაში, მესამე სერიაში, მეოთხეში, X1, X2 და ასე შემდეგ, ასევე მინიში. ხო, ეს ძრავი არის ასევე Toyota Supra-შიც, რაც ნიშნავს იმას, რომ Toyota-სთვის ეს ძრავი არის მისაღები, ისევე როგორც დიდი ვერსია B58 არის ესეც B48, B46-იც სტანდარტული მოვლა, სერვისი და საკმაოდ გამომდგარი, კარგი ძრავი. ეს არის და ეს. ამასთანავე ეკონომიურიც არის. მანქანის ფერსაც შეეხება, მე ძალიან მომწონს ეს ფერი. დისკები შავია, მე პირადად დიდად შავი დისკები არ მომწონს, მაგრამ ამ ფერს უხდება, კარგია, თამპრიალებს და სამუხრუჭე სისტემაც არის M პაკეტის, ესეც ძალიან კარგია, 19-იანი დისკებია და როგორ და რანაირად დადის, უკვე გზაზე ვნახავთ. ჩვენ შემთხვევაში არის 330 უკანა წამყვანი, თუმცა არის ასევე 4-ვე წამყვანი X-Drive-ებიც. უკან არის ორი გამშვები, რომელიც მე პირადად მომწონს, სტანდარტულია, თუმცა მომწონს, რადგან კონკურენტებს მაგალითად აქვს ესეთი ყალბი fake გამშვები, რაც მე პირადად არ მომწონს და ეს არის ნაღდი გამშვები, როგორც 4 ცილინდრიანი ძრავი, კარგი ხმა აქვს. სტანდარტული შემაწუხებელი არ არის, მაგრამ კარგი ხმა აქვს. ჩავხედოთ უკანაც. რა თქმა უნდა, ელექტროა, საკმაოდ კარგი ზომის არის. ერთი ცუდი ის არის, რომ სათადარიგო საბურავი არ არის სამწუხაროდ. სხვა მხრივ კარგია, კარგი ზომის არის და ტევადია რა მოკლედ. ესეც ასე. გასაღები მე პირადად მომწონს, კარგად გამოიყურება, კარგი ზომის არის და რა ვიცი. ეს არის უკანა მხარე, რაც საკმაოდ ფართია. მე ასე ვზივარ, წინ 1.83 სანტიმეტრი ვარ დაახლოებით და აქ არის ორი საჭიქე. გვაქვს USB-C, კონდიციონერიც არის, რა თქმა უნდა. საკმაოდ კარგი ზომის მესამე სერია, მინდა ვთქვა. ვერ ვიტყვი, რომ აქ ვიწროდ ვარ და რაღაც დისკომფორტს მე მომწონს. სალონი ძალიან კარგად გამოიყურება, მომწონს ასეთი ფერის ტყავიც და აქ მარტივი დიდი დისპლეია. გაერთიანებულია, თუმცა ორი ცალია, აქეთ არის 15 ინჩიანი, აქეთ არის 12 ინჩიანი და საკმაოდ კარგად გამოიყურება. საჭეს რაც შეეხება, მე პირადად ძალიან მომწონს, ხელში კარგად ზის, კარგი ზომის არის. აქვეა გადამრთველი სიჩქარეების შიფტერები. ინტერიერი საკმაოდ მარტივი და სადაა. რაც შეეხება ამ დიდ დისპლეის,
ეს არის რესტაილინგის უკვე 2023 წლიდან და მე პირადად ძალიან მომწონს, არის კარგი ხარისხის და უკვე ამას შემდეგ ვნახავთ როგორ მუშაობს, რა ფუნქციები აქვს. ხო, აქ არის უსადენო დამტენი, არის ასევე ჭიქის ჩასადები, აქ არის ასევე სათავსო, USB-C. სავარძელი საკმაოდ კარგია, კარგად გრძნობ თავს და შთაბეჭდილება მაქვს, რომ მოძრაობისასაც კარგად, კომფორტულად ვიმგზავრებ. ელექტროლუკი. კლიმატს რაც შეეხება, არის ეკრანზე და დღესდღეობით ეს უკვე უცხო აღარ არის, ძალიან ბევრ მანქანაშია ასე. და რა ვიცი, მიჩვევის ამბავია, დიდად პრობლემას არ წარმოადგენს. CarPlay არ მაქვს ახლა ჩართული, თუმცა CarPlay რა თქმა უნდა აქვს. გამოსახულება საკმაოდ კარგია. და რაც თავარია, ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს მანქანას. აქ არის რეჟიმები, სპორტ რეჟიმში, რა როგორ გვინდა იყოს. რაც შეეხება უკანა ხედვის კამერას, საკმაოდ კარგად ჩანს ყველაფერი. პარკინგებიც საკმაოდ კარგია. ეს უკვე თანამედროვე ბერკეტია D, S, N, R და პარკინგი. აქვე ხელის სადგომი უხრუჭი. აქ არის უკვე სპორტი, კომფორტი და ეკო პრო. სპორტი, გაწითლდა აქაურობა. ეკო პროში უკვე ლურჯია ყველაფერი და ესეც კომფორტი. აქ სიჩქარეებს წერს, აქ უკვე საწვავის ხარჯია, კომპასია. აქ უკვე ნავიგაცია იქნება, G-მეტრი და ნუ აქ სიმღერები და ასე შემდეგ. აი გას რო ვაწვევით, აქ აჩვენებს ნიუტონ მეტრს და ცხენის ძალებს. საკმაოდ საინტერესო. დავიძარით ესე იგი და ვნახავთ როგორ დადის ჩვენი 320. პირველი შთაბეჭდილება არის კარგი, რაც მთავარია ძღოლისთვის, საჭი არის კარგი და სავარძელიც კარგია. რაც შეეხება ინტერიერს, ნუ ეს ძალიან მომწონს, დიდი ეკრანია, ძალიან ფუნქციურია. მასალებს რაც შეეხება, ნუ რაღაც გადასარევი არ არის, ყავიც არის, თუმცა რაღაც ცოტა იაფიანი დეტალებიც არის. აქ ეთყობა რომ მაღალი ხარისხის მასალა არ არის, თუმცა ნორმალურია რა დღესდღეობით ახლა ეს უკვე უცხო აღარ არის. Lexus-ის დონეზე ჩემი აზრით არ არის. თუმცა რაც კარგია არის ეს 2023 წლიდან არის ეს სიახლე უკვე თანამედროვე ინტერიერია, ფუნქციურადაც და ისედაც. რა თქმა უნდა Apple CarPlay, Android Auto. მოძრაობაში ხა ვერ ვიტყოდი რომ ძალიან რბილია, თუმცა ხისტიც არ არის. აუდიო სისტემას რაც შეეხება, არის Harman Kardon და საკმაოდ კარგად ისმის ხმა. სასიამოვნო ჟღერადობა აქვს. ჩართოთ რაიმე. საკმაოდ კარგი ხმა, სუფთად ისმის და არ გვაწუხებს, არ შხრიალებს და ასე შემდეგ. ხო, გვაქვს აქ head-up display, პირდაპირ უყურებს სიჩქარეებს და ასე შემდეგ მონაცემებს. რა უნდა ეხა უსაფრთხოების სისტემებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, რა თქმა უნდა აქვს ყველაფერი და ეს უკვე რაღაცა სიახლეს აღარ წარმოადგენს. მე უფრო მაინტერესებს როგორ დადის ეს 4 ცილინდრიანი ტურბო ძრავი, ბენზინი, BMW-ს მოყვარულებისთვის უფრო სასურველი ძრავი 6 ცილინდრიანია 3-დან 2 B58, თუმცა ეს ძრავი საკმაოდ ჯანიანია, მინდა გითხრათ და რაც მთავარია არის უფრო ბიუჯეტური, ანუ ცოტა სწავს. ქალაქში 100 კილომეტრზე 10 ლიტრი აქვს საწვავის მოხმარება და ტრასაზე 7 ლიტრია. ტრასაზე მოვდივართ და 6.5 ლიტრი 100 კილომეტრზე, ნუ ძალიან კარგი შედეგია ჩემი აზრით. საკმაოდ ეკონომიურიც არის ეს მანქანა ტრასაზე.
რაც ძალიან მისაღებია ამ ზომის მანქანისთვის. საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად რომ 4 ცილინდრი აქვს, აჩქარება დაახლოებით იგივეა, რაც წინა თაობის, ანუ F30-ის 6 ცილინდრიანს, ანუ 335-ს ჰქონდა N55 ძრავით, იგივე აქვს დაახლოებით ამ 4 ცილინდრიან ძრავს. ცოტა ხანში ახლა მივალთ და ავჩქარდებით კიდევაც, თუმცა ფურცელზე მოცემული მონაცემებით ძალიან კარგი მაჩვენებელი. 330-ის შემდეგ არის 340, რომლის ფასიც უკვე საკმაოდ დიდია 330-თან შედარებით. ასე რომ უმეტესი მესამე სერია იქნება 330. ჩემი აზრით კარგი ვარიანტიც არის, ვერ ვიტყვი რომ დისკომფორტს განვიცდი ან სიარულში, ან გაწევაში და რა თქმა უნდა, წვაც ბევრად უკეთესია. რა შეეხება ახლა ფასს ამ მანქანის, ეს თაობა G20 გამოდის 2019 წლიდან და ეს კონკრეტული უკვე რესტაილინგი არის 2023-ის. 2019 წლიდან დაახლოებით ფასი 2019-დან მეორადი 18,000-დან 30,000-მდე, 25-მდე ალბათ. ამ შემთხვევაში უკვე რესტაილინგი დაახლოებით $35,000 უნდა ვიანგარიშოთ რესტაილინგზე 330-ზე. მანქანა კარგია, მომწონს, მაგრამ ფასიც არ არის ცოტა. 340-ის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფასი მეტია. BMW უკვე გადაიქცა კარგ მანქანად, შენახვას და სერვის გულისხმობ, აღარ არის ისეთი პრეტენზიული, სტანდარტული სერვისით უკვე მანქანა კარგად ძლებს. გადაცემად ყოლობს, რაც შეეხება არის 800-სიჩქარიანი ZF-ის, რომელიც საკმაოდ სწრაფად რთავს და რა თქმა უნდა, გამომდგარია, რაც მთავარია, ისევე როგორც ეს ძრავი. ეს ძრავი დევს, როგორც უკვე ვთქვით, Toyota Supra-შიც, ისევე როგორც B58 და ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ძრავი არის საკმაოდ გამომდგარი და უპრობლემო, ასე რომ ვინც BMW-ზე იკავებდა თავს, ახლა უკვე შეუძლიათ ამამად შეიძინოს, რადგან აღარ არის ის BMW, რაც ადრე იყო და ბევრად უფრო გამომდგარი მანქანა არის. გაწევაც რაც შეეხება, სტანდარტულ მოხმარებელს, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებს და თუ ვინმეს მეტი უნდა, ეს ძრავი არის ის ძრავი, რომელიც თავისუფლად უძლებს გაკეთებას, ტუნინგს, ასე ვთქვათ, უფრო სწრაფიც იქნება. თუმცა, თუ გვინდა რომ დიდხანს და ყოველგვარი დანახარჯების გარეშე გვემსახუროს, რა თქმა უნდა, ქარხნულად უნდა დავტოვოთ მანქანა და ქარხნულადაც საკმარისი ჯანი აქვს ამ მანქანას. აჩქარება ჩვენ გამოგვივიდა 5 და 96 და ვფიქრობ კარგია 5 და 4 უწერია, თუმცა ჩვენ რაც გავზომეთ გამოვიდა ასე და კარგი არის ჩემი აზრით. მიუხედავად იმისა, რომ 330-ია, საბაზისო მესამე სერია მაინც ეთყობა BMW-ს DNM-ი და ძალიან კარგად დადის. 800-სიჩქარიანი ZF-ის ავტომატიკა საკმაოდ სწრაფად რთავს. გვესმის ტურბოს ხმაც და ძალიან სასიამოვნოა. ხედავთ იმისა, რომ ეს მაინც საოჯახო მანქანაა, მაინც აქვს ეს სპორტული ხასიათი და მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო ვერსია მესამე სერიის მაინც სპორტული ხასიათი აქვს და გაწევაც საკმაოდ კარგი აქვს. რა თქმა უნდა, 340 თავისი 6 ცილინდრით და მეტი ცხენის ძალებით უფრო კარგია, რა თქმა უნდა, თუმცა ფასიც საკმაოდ განსხვავდება და ეს მანქანა რაც ღირს
რასაც წვავს, მაინც კარგი პერფორმანსი აქვს. მოსახოვეშიც კარგად შედის და გაწევას ისეთი აქვს, რომ ეხა 5.96 ბევრ საოჯახო მანქანას არ აქვს. საყოველდღიურო საოჯახო კომფორტული მანქანა ამ ხრივ საკმაოდ კარგი აჩქარება აქვს. და რაც თავარია, ეკონომიურია, მე პირადად რაც მომეწონა ამ მანქანის არის ეკონომია. ასეთი გაწევა, კომფორტი, კარგი სივრცე აქვს და თან ძალიან ცოტას წვავს. ხო, და რაც თავარია, რაც ყველაზე მთავარია, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და კომენტარის დაწერა. ამ ვიდეოშიც სოკარის პრემიუმი უნდა გაჩკვდეს და დამიწერეთ რამე კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი არხი. ეგ იყო და ეგ. აბა კარგად.